ვაგრძელებთ ყვავილებიანი თავშის მოქსოვას. მოგხსოვოთ 9 ჰაეროვანი. შემდეგ აი ამ ცარიელ თაღებში მოვხსოვოთ 2 ნამატიანი 4 სვეტი. ეს მეორე, მესამე, მეოთხე. ამის შემდეგ მოვხსოვოთ 3 ჰაეროვანი და აი ესეც ცარიელია, აქ მოვხსოვოთ 4 ორნამატიანი სვეტი. ესეც მეოთხე. ესე გამიქცა ძაფი. შემდეგ 4 ჰაეროვანი და ნახეთ ყვავილებს შორის არის აი ესეთი დიდი თაღი. აქ შევდივართ, გამოვიყვანთ თვალს და უნამატოს ვგზავნთ. ისევ 4 ჰაეროვანი და პირველ ცარიელ სვეტში მოვხსოვოთ 2 ნამატიანი 4 სვეტი. აი ასე 2 ნამატიანი 4 სვეტი. ამის შემდეგ ვგზავნთ 3 ჰაეროვანს და შემდეგ სვეტშიც 2 ნამატიან სვეტს მოვხსოვთ. ოთხი ჰაეროვანი და ისევ ყვავილებს შორის დიდ თაღში გსოვთ უნამატო სვეტს. ამის შემდეგ 4 ჰაეროვანი და ცარიელ, აი აქ პირველივე ცარიელში გსოვთ 2 ნამატიან სვეტს. შემდეგ უნდა მოვხსოვოთ 3 ჰაეროვანი და ცარიელ სვეტში მოვხსოვოთ 2 ნამატიანი 4 სვეტი. რას ვაკეთებთ ამის შემდეგ? ამის შემდეგ 4 ჰაეროვანი და ყვავილებს შორის უნამატო. ისევ 4 ჰაეროვანი, აქაც 2 ცარიელი თაღია. ერთი, პირველ თაღშიც 4 ნამატიანს ვაკეთებთ. შემდეგ 3 ჰაეროვანს გსოვთ, აი ასე და ბოლო დაგვრჩა, სადაც 2 ნამატიან სვეტს გსოვთ.
ნახოთ რა შედეგს მივიღებთ, დავათვალიეროთ ჩვენი ნამუშევარი. ყვავილები უკვე სრულად არის მოქსოვილი, აქამდე ეს აკლდა ზედა მხარე, ეხლა უკვე სრულად არის მოქსოვილი. ბოლოში შესაერთებელი დაგვრჩა ყვავილის ეს ორი ფურცელი, ამისთვის 4 ჰაეროვანი მოვგზავნოთ. შემდეგ აი 4 ჰაეროვანი მოვგზავნე, 2 ნამატი და შევდივართ აი ეს პირველი სვეტი როა იმის ზედა ბოლო თვალში და 2 ნამატიას გზავნთ. აი ასე. ამის შემდეგ გზავნთ 16 თვალს. მოგზავნეთ 16 თვალი, მეხუთეში შევდივართ. შემაერთებელი თვალი გავაკეთეთ. მერე 3 შემაერთებელი უნდა მოვგზავნოთ. ნაწნავის ნაწილებში არ გამოვტოვოთ არც ერთი თვალი, ისე შევიდეთ და მოვგზავნოთ. შეხედეთ ახლა ძაფი მჭირდება და ძაფი არის დაფარული ამ ნაკსოვით, ამიტომ ამას უკან გადავდებ, ძაფს წინ წამოვიღებ და დავიწყოთ ასეთი ქსოვა 2 ჰაეროვანი და აქ, აი შეხედეთ, ჩვენ ხო გავაკეთეთ პატარა მარყუჟივით მეხუთე თვალში რო შევედით. 1 ნამატიას აი ამაში ვგზავნთ, ამ წრეში. ისევ 2 ჰაეროვანი, 1 ნამატიანი, 2 ჰაეროვანი, 1 ნამატიანი, 2 ჰაეროვანი, 1 ნამატიანი. და 7 თაღი უნდა მოვგზავნოთ. ეხლავე მალე მოვგზავ. მომიგზოვია უკვე 2 ჰაეროვანიც მიუმატე და შემაერთებელი თვალი გავაკეთე. ამის შემდეგ 4 შემაერთებელი კიდე უნდა მოვგზავნოთ. 1, 2, 3, 4. აი ასე. მოქსოვილი ისევ ზევით გადავიტანოთ და დავიწყოთ მოქსოვა პირველ თაღში. 3 ცალი დაგვჭირდება აქ 2 ნამატიანი, რადგან 1 სვეტი უკვე მზად დაგხვდა, აი ეს სვეტი უკვე გაკეთებული იყო და 3-ც დავუმატეთ. მოვგზავნოთ 2 ჰაეროვანი და მოდით აი ასე დავდოთ, რომ გავარკვიოთ რა უნდა გავაკეთოთ. ამას გავადიდებ ამ თვალს, გამოვაძერი ყაისნაღი, აქ შევყაროთ და ერთი წუთი ზუსტად შუაში მინდა ეს ძაფი ხდება. ზუსტად შუაში შევყრი, აი ესე და გამოვიყვან ამ თვალს. აი ასე. შემდეგ 1 ჰაეროვანი მოვგზავნოთ და აი ეს შემდეგი თაღის შევსება დავიწყოთ 2 ნამატიანი, 4 სვეტით. ძნელი ერთდროულად გსოვა და ლაპარაკი. აი ასე. ეხლა 4 ჰაეროვანი მოვგზავნე, კიდევ დავდე, რომ გავარკვიო, სად უნდა მივამაგრო, გამოვაძერი ეს ცოტა გავადიდე ეს თვალი,
აი შეხედეთ სად უნდა შევუყარო, სადაც ეს ბანტივით არის. გადაკვეთის ადგილზე 2, შეხედეთ 2 ძაფის ქვემოთ და გამოვაძვრინოთ ეს თვალი. ისევ 4 მოვგზავნოთ და შემდეგი სვეტი დავიწყოთ. სადაც იგივე კეთდება ყველგან, იგივე 4 ორნამატიანი სვეტი იქსოვება. 4 ორნამატიანი. რაღაც ეს არ მომეწონა. ხილდან უნდა გავაკეთო. არასდროს არ დატოვოთ, თუ რამე არ მოგწონთ. მოშალეთ და ახლიდან მოგსოვეთ. დღის შუქზე უფრო ადვილია ქსოვა, ნათურის შუქზე ცოტა ძნელია. აი ასე გადავაბით, დაკვირდით, როგორ გამოვიდა. ახლა ვგზავნთ 3 ჰაეროვანს. 1, 2, 3 და შემდეგ სვეტში მოვგზავნოთ 4 ორნამატიანი. დააკვირდით, მოსაქსოვით დაგვრჩა 4 თაღი. ეს ასე უნდა იყოს. მოვგზავნოთ 20 ჰაეროვანი. ჰაეროვანი მოვგზავნეთ. შევედით მეხუთე თვალში, გამოვიტანოთ და შემაერთებელი სვეტი გავაკეთეთ. ამის შემდეგ 3 შემაერთებელი კიდევ მოვგზავნოთ ნაწნავზე. აი ამ ნაწნავზე, რომელიც გვაქვს მოგზოვილი. 2 და კიდევ 1, 3. აი ეს. ეხლა ეს მოგზოვილი გადავიტანოთ. 2 ჰაეროვანი მოვგზავნოთ და აქ გაკეთდა პატარა წრე. ამ წრეში გავაკეთოთ ისევ ერთ ნამატიანებით ყვავილის გული, რომელიც ბორბალს წააგავს. 2 ჰაეროვანი, 1 ნამატიანი. 2 ჰაეროვანი, 1 ნამატიანი. 1 ნამატიანების შორის აუცილებლად 2 ჰაეროვანი უნდა იყოს, რომ ზუსტად გამოვიდეს. აი, ნახეთ, 7 ცალი გავაკეთე თაღი, 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, კიდევ 2 ჰაეროვანი და შევაერთოთ და შემაერთებელი თვალი გავაკეთოთ. ამის შემდეგ 4 შემაერთებელი თვალიც მოვგზავნოთ. ოთხი შემაერთებელი თვალი უნდა მოვგზავნოთ და ეს იქნება ყვავილის ფურცლის
პირველი სვეტი. ეს მოქსოვილი ისევ გადავიტანოთ და ორ ნამატიანებით 3 ცალი სვეტი გავაკეთოთ. შეგვიძლია ეს მოვწიოთ ერთად ლამაზად რომ იყოს ხოლმე ყველა სვეტი და არ იყოს განცალკევებული. ეხლა ვგზავნოთ ორ ჰაეროვანს. მოდით ლამაზად დავდოთ კიდევ რომ გავირკვიოთ სად უნდა მივამაგროთ. აი ასე უნდა ჩაჯდეს ყვავილი, ხო სწორია? აი გული ნახეთ, აი ესე. ეხლა ეს გავადიდოთ, აი პირველი ყვავილის ამ ადგილში შევდივართ და გამოვიტანოთ აი ასე. ერთი ჰაეროვანი მოვგზავნოთ და შემდეგ სვეტში ისევ 4 ორ ნამატიანი იქსოვება. ისინი შეგიძლიათ გამოსწიოთ ხოლმე აი ასე. მოძრაობენ და ლამაზად დადგება. ერთ მხარეს რომ არ იყოს ეს სვეტები. ეხლა მოვგზავნოთ 4 ჰაეროვანი და ნახეთ სად მოხდება ამათი შეერთება. ეს კლასია, ხო? გავადიდოთ ეს თვალი. აი აქ გადაკვეთის ადგილზე შევდივართ და გამოვიტანთ თვალს. აბა ნახეთ სად შევედით, აი სად მივამაგრეთ. აი ამ გადაკვეთის ადგილას. 4 ჰაეროვანი მოვგზავნოთ ისევ და დავუბრუნდეთ ჩვენ დაუმთავრებელ ყვავილს. აი ეს ჯერ არ დაგვიმთავრებია და შემდეგ თაღშიც გავაკეთოთ ორ ნამატიანი 4 სვეტი. აი მეოთხესაც ვგზოვ ორ ნამატიანს. ნახოთ როგორი გამოვიდა. შემდეგ მოვგზავნოთ 2 თვალი და ისევ გავადიდოთ ეს თვალი, დავტოვოთ. აი აქ დაბლა რომელიც არის, აქ შევდივართ. აი ასე და ვაერთებთ ამ თვალს. ამის შემდეგ ერთ ჰაეროვანს გზავნთ და მოდით შემდეგ თაღს მივუბრუნდეთ, სადაც 4 ორ ნამატიანი უნდა მოვგზავნოთ. შემდეგ მოვგზავნოთ 4 ჰაეროვანი, აი 4 ჰაეროვანი. ნახეთ როგორი გამოვიდა. და უნდა მივაერთოთ, აი ნახეთ სად ვაერთებთ, აი აქ. პანწიკივით რომ არის, აი აქ. მივაერთოთ აი ასე. ისევ 4 ჰაეროვანი მოვგზავნოთ. 1 2 3 4 და დავუბრუნდეთ შემდეგ თაღს. ნახეთ. ამის შემდეგ გზავნთ 3 ჰაეროვანს
და შემდეგ თაღში ისევ 4 ცალი 2 ნამატიანი. ეს ძაფი 4 ცალი 2 ნამატიანი. მოდით შევხედოთ აი ასე. ვიწყებთ შემდეგ ყვავილს. 20 ჰაეროვანი მეხუთეში შევდივართ. გამოგვაქვს თვალი, ვაკეთებთ შემაერთებელ სვეტს, შემდეგ 3 შემაერთებელი 1 2 3 გადავიტანოთ მოქსოვილი, რომ ძაფი აღმოჩნდეს ქვემოთ, ადვილად რომ მოვქსოვოთ, 2 ჰაეროვანი გავაკეთოთ და 1 ნამატიანებით ისევ დავიწყოთ ყვავილის გული. 2 ჰაეროვანი, 1 ნამატიანი, 2 ჰაეროვანი, 1 ნამატიანი. ერთი, ორი, სამი, 4, 5, 6, 7, კი ბატონო, მზად არის. და აი, გავაკეთეთ ასე. შემდეგ მოვხსოვოთ 5 შემაერთებელი, 5 არა 4 შემაერთებელი, ბოდიშით, რატო ვამბობ ხოლმე 5-ს არ ვიცი. 4 შემაერთებელი. უკვე გვაქვს 1 სვეტი გაკეთებული, გადავიტანოთ ეს მოქსოვილი ძაფი გავანთავისუფლოთ და 3 ცალიც დავუმატოთ 2 ნამატიანი, რომ 4 გახდეს. აი ესე. ეხლა ამის შემდეგ მოვხსოვოთ 2 ჰაეროვანი და აბა ვნახოთ ეხლა რას უნდა მიუერთოთ. გამოვაძერი ყაისნახი, აი ეს მეორე ყვავილი როა, აქ შევედით და ეს თვალი გამოვაძვრინოთ. ჩანს ხო მე მგონი? აი ნახეთ, აი აქ 2 ძაფის ქვემოთ შევედი და გამოვაძვრინე. ამის შემდეგ 1 ჰაეროვანი გავაკეთოთ და კვლავ შემდეგ თაღში 4 2 ნამატიანი მოვხსოვოთ. 4 2 ნამატიანი. უკვე ეს 2 ნამატიანები შეგვიძლია ჩქარა მოვხსოვოთ, უკვე კარგად იცით ალბათ როგორ იქსოვება ეს ყვავილის ფურცლები. ამის შემდეგ უნდა მოვხსოვოთ 4 ჰაეროვანი. 4 ჰაეროვანი. ეს 4 ჰაეროვანი მოვხსოვეთ, გამოვაძერი, აი შეხედეთ სად უნდა შევიდე, აი აქ, გადაკვეთის ადგილას შევალთ და გამოვიყვანთ თვალს. ისევ 4 ჰაეროვანი მოვხსოვოთ, 1 2 3 4 და შემდეგი თაღი შევავსოთ 4 2 ნამატიანით. უყურებ ხოლმე თაღი არ გამომჩეს,
თორე აღარ გამოვა ლამაზი ყვავილი. ყველა თაღში უნდა შევიდეთ. აბა ვნახოთ ახლა რა გამოვიდა. აი ნელა წინ მივიწევთ. შეხედეთ აი რა ლამაზი ვარსკვლავები ვით არის. აი ეს ადგილები. მოვგზავნოთ ორი ჰაეროვანი. ეს თვალი გამოუყაროთ ამ თვალიდან. შემდეგი ყვავილის აი შუაში, აი ნახეთ, საჩივდივარ და თვალი გამოვაძვრინოთ და ერთი ჰაეროვანი მოვგზავნოთ. ამის შემდეგ ვგზავნოთ 4 ორნამატიანს, რა თქმა უნდა შემდეგში, ხო? იგივეში არ მოვგზავნოთ. და 4 ჰაეროვანი თვალი უნდა მოვგზავნოთ. ისევ დავდოთ. აბა ვნახოთ სად უნდა შევაერთოთ. ჩვენ უკვე ვიცით სადაც ვაერთებთ ხოლმე. აი აქ. ორ ძაფს ქვეშ შევუყრით და გამოვაძვრენთ. ისევ 4 ჰაეროვანს მოვგზავნთ და შემდეგში გავაკეთებთ 4 ორნამატიანს. ამის შემდეგ 3 ჰაეროვანი უნდა მოვგზავნოთ და შემდეგ თაღშიც გავაკეთოთ 4 ორნამატიანი. და შევხედოთ რა გამოვიდა. აი, ნახოთ, ძალიან ლამაზი გამოვა. ამის შემდეგ მოვგზავნოთ 9 ჰაეროვანი. და შემდეგი სვეტი აღარ ვაგრძელებთ იქით. აი აქ, სადაც დავამთავრეთ, იგივე სვეტში გავაკეთოთ 4 ორნამატიანი. 1 2 3 და ესეც 4. შემდეგ მოვგზავნოთ 3 ჰაეროვანი და შემდეგ აი ცარიელ სვეტში არა თაღში ორნამატიანი 4 სვეტი გავაკეთოთ. აი ასე. გავაკეთეთ 4 ცალი ორნამატიანი სვეტი. შემდეგ მოვგზავნოთ 4 ჰაეროვანი და აი ნახეთ, ყვავილებს შორის რომ არის, აი ეს თაღი, აქ შევდივართ და უნამატოს გსოვთ. კიდევ 4 ჰაეროვანს ვაკეთებთ. 4 ჰაეროვანი
და ამ თაღში გავაკეთოთ 4 ცალი 2 ნამატიანი. 1 2 3 4 მოვგზავნთ 3 ჰაეროვანს და შემდეგ თაღშიც 4 2 ნამატიანი 4 2 ნამატიანი. ეს რიგი ადვილი რიგი იყო. ვისწაფი გადამეკვანძა. კაცრავად. ამის შემდეგ 4 ჰაეროვანი და იგივე თაღში ყვავილებს შორის დიდი თაღი როა უნამატო 4 ჰაეროვანი და აი გადავდივართ უკვე აქეთ თაღში მოვგზავნოთ აქაც 4 2 ნამატიანი 2 3 4 შემდეგ 3 ჰაეროვანი შემდეგ თაღში ისევ 4 2 ნამატიანი ნახეთ 4 2 ნამატიანი. ნახეთ როგორ გამოვიდა ეს შევაერთეთ და კიდევ 2. ეს იყო მეორე ნაწილი. ხვალად შევეცდები მესამე ნაწილის ჩაწერას. ეს გავაკეთეთ მეორე ნაწილი. გისურვებთ წარმატებას.